მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი ტრადიციულად რადიო სივრცის ეთერში 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ საუბრობთ ეკონომიკის ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე და რა თქმა უნდა, ასევე ტრადიციულად ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენდეთ და მე ვფიქრობ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებდეთ სტუმართან, თან სულ ახალ ცხელ თემაზე, დღევანდელ თემაზე. და მიმოვიხილოთ ასევე ძირითადი საკითხები ეკონომიკასა და ბიზნესში, რა თქმა უნდა, აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით მიმდინარე ვიზიტს ჩინეთში, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება და ყოველდღიურად და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩვენ ვიღებთ ინფორმაციებს იმ სხვა შეთანხმებების შესახებ, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ამ პერიოდის განმავლობაში ფორმდება, ისევე როგორც ხდება სხვადასხვა და ორგანიზდება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრა. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მონაწილეობს ვიზიტში. ბევრი საკითხი იფარება, ცხადია, გამომდინარე საქართველოს-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობიდან. ჩვენ არ უნდა დავიწყოს, რომ საქართველოს-ჩინეთი პოლიტიკურად არიან ასევე სტრატეგიული პარტნიორები, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან და გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ საქართველო არის კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც ერთი მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან, მეორე მხრივ აქვს ყველა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობა ასევე EFTA-ის ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობა DST-ის წევრ ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობა უკრაინასთან და თურქეთთან და ასევე პრეფერენციული ესეთი შეღავათიანი დაბეგურის რეჟიმები, მათ შორის კანადასთან, შეერთებულ შტატებთან, ასე შემდეგ. მოკლედ, საკმაოდ გახსნილი ეკონომიკა ვართ ამ თვალსაზრისით, რამდენადაც ასე ვთქვათ, ვინმესთვის ეს იყოს მოსაწონი თუ არა მოსაწონი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ გახსნილმა ეკონომიკამ უზრუნველყო ამ შემთხვევაში საქართველოს ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ გვაქვს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კიდევ ერთხელ მინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ბოლო მაჩვენებლებიც ამ ნაწილს ადასტურებს. ამ კუთხით 7.7% თუ არ მეშლება, რაც 9 თვის საშუალო მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული, 3 კვარტლის საშუალო მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული და ასევე ამ პერიოდის განმავლობაში ასე უნდა ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრის განმავლობაში უკვე გადახედილი იქნა და გაზრდილი იქნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 7.2 საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას ადლევს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას მიმდინარე წელს და 7% ესეთი თანაბარი შეფასებებია ამ შემთხვევაში ესეთი იშვიათი გამონაკლისია, თანაბარი შეფასებებია მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის. დაუბრუნდეთ ჩინეთის ნაწილს, მოგახსენებათ ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ ამ ნაწილს, რომ ეს არის უმაღლესი რანგის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერის მიწვევით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი იყო პრემიერების დონეზე შეხვედრა, რომელსაც ბუნებრივია სახელმწიფო დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ. კიდევ ერთხელ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და როგორც ჩვენ ნახეთ პრემიერის კომენტარშიცვე, ცალსახად არის აღნიშნული საქართველოს-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მართლაც ორი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე გადის და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, როდესაც ხანდახან სამწუხაროდ ისეთ ქილიკით ხდება ხოლმე ჩინეთის, საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობების მოხსენება. დღეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი არის შეჭრილი უკრაინაში და განიხილება რაღაცა ფორმით ომის დასრულების ნაწილი, ყველა აღნიშნავს ჩინეთის როლს. ანუ კიდევ ერთხელ ხშირად ჩინეთს რომ წარმოვიდგენთ ხოლმე როგორც ხოლმე ეკონომიკურ მოთამაშეს, არა, ჩინეთის პოლიტიკურ როლზე საუბრობს დღეს დანარჩენი მსოფლიო იმისათვის, რათა ომი დასრულდეს უკრაინაში. სწორედ ამიტომ ის რომ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომ ამას არ მხოლოდ ეკონომიკური, არამედ რა თქმა უნდა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ეს მოჩვენებითი ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ხოლმე რაღაც საქართველოს-ჩინეთის
ურთიერთობაზე აუგად და ქილიკით, რაღაცა უნდა გავიხსენოთ ხოლმე რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში, ვის ეუბნებიან, ვის ეკითხებიან და ვის ეუბნებიან თხოვენ რომ მისი როლი შეასრულოს კიდევ ერთხელ თუნდაც აი ამ მართლაც საშინელი კონფლიქტის დასრულებაში, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში შეჭრით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად როდესაც მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რაღაცნაირად ქვეყანა არა უფრო პოლიტიკოსები აუგად ახსენებენ ხოლმე საქართველოს ჩინეთის ურთიერთობას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგალითად პოლონეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროკავშირში, თუ არა პირველი ქვეყანა, რომელსაც 2015 წელს ჩინეთთან გააფორმა სწორედ ის შეთანხმება, რომელსაც მე ჩვენ ვაკრიტიკებდნენ. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. დიახ, ევროკავშირის წევრ პოლონეთს აქვს გაფორმებული 2015 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთთან. ანუ საინტერესო ყოფილა ხომ? ჩინეთი ისედაც ვიცოდით რომ საინტერესოა, მაგრამ არ ვიცი, ვინც მხოლოდ იმ პრიზმიდან უყურებს, რომ ვინმე სხვამ უნდა უთხრას, იხილეთ 2015 წლის სიახლეები პოლონეთის საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა ჩვენ საუბრობთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, როცა ჩვენ საუბრობთ ჩინეთის როლზე საქართველოს და საქართველოს ეკონომიკაში და შესაბამისად ჩინეთის გავლენაზე გლობალურ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძირითადად საუბრობთ სწორედ სავაჭრო დერეფნებზე და სავაჭრო დერეფნებზე საუბრის დროს ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, შუა დერეფნის ნაწილი, რომლის მთავარი საყრდენიც არის სწორედ ჩინეთი და ჩინეთიდან ტვირთების მიწოდება ევროპისათვის ასევე არის ესეთი ურთიერთკონკურენტული მარშრუტები. და რატომ შეიძლება ბევრმა თქვას, რომ რატომ შეიძლება აინტერესებდეს პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან? სწორედ იმიტომ, რომ მაგალითად პოლონეთი არის ჩრდილოეთის დერეფნის, რომელიც არის შუა დერეფნის კონკურენტი, ანუ რუსეთზე გამავალი დერეფნის ევროპაში და ევროკავშირში მიმღები ქვეყანა, ანუ საიდან შემდგომ ნაწილდებოდა ტვირთები, მაშინ როდესაც რუსეთზე აქტიურად ხდებოდა ამ ტვირთების გატარება კიდევ ერთხელ უკრაინაში შეჭრამდე. ეს იყო, ასე ვთქვათ, და არის პოლონეთი და ბუნებრივად პოლონეთს ამ დომინირების გაშვება არაფრით არ უნდა და დიახ, საქართველოს შუა დერეფანი კონკურენტია და კონკურენცია ევროკავშირის შიგნით და ევროპის შიგნით ნორმალური ნაწილია. კონკურენტია საქართველოს, კონკურენტია რუმინეთი, კონკურენტია უნგრეთი, საიდან შუა დერეფნის შემთხვევაში ტვირთების მიწოდება უნდა მოხდეს ევროკავშირში, ხო? ახალი ცენტრი ჩდება ევროკავშირში, რუმინეთი, უნგრეთის სახით ტვირთების გადანაწილების ნაწილში და ცხადია, ხა პოლონეთი ვერ იქნება ამ ნაწილით ბედნიერი, ვინაიდან კიდევ ერთხელ შუა დერეფანი ამ შემთხვევაში განიხილება როგორც კონკურენტი ნაწილი, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს არ მხოლოდ რუმინეთის გავლით, არამედ ევროკავშირთან შუა დერეფნის ჭრილში ამ შემთხვევაში მილსადენები ტრანსპორტირებული ბუნებრივი არის თუ ნავთობის ნაწილში, უფრო სამხრეთის მიმართულებასთანაც არის დაკავშირებული საბერძნეთი, იტალიის მიმართულების ნაწილში, გულისხმობ ტაპის ტანაპის ერზერუმი 2-ის პროექტიდან გამომდინარე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი წუთით რომ ენერგორესურსები გვერდზე გადავდოთ, როცა ლაპარაკია ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილზე, აქ ჩინეთთან ჩვენს თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად ჩინეთის ლეგიტიმურ ეკონომიკურ ინტერესებს მე ვფიქრობ ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თუ რა შეიძლება იყოს და რა მიმართულებით შეიძლება გავაღრმავოთ თანამშრომლობა. მე მახსოვს, როცა საუბარი იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე ჩინეთთან, იქ იყო საუბარი, რომ თითქოს რაღაცა ჩინური ტვირთები თუ ჩინური იმპორტი წალეკავდა საქართველოს, თუმცა საერთოდ არ ვხედავთ მსგავს ვითარებას, შეგვიძლია სტატისტიკურ ნაწილსაც ჩავხედოთ, ანუ სტატისტიკურ ნაწილს რა თქმა უნდა ჩინური პროდუქცია მაღალია, ჩინური პროდუქციის იმპორტი მაღალია, მაგრამ ჩინური პროდუქციის იმპორტი მაღალია მთელ დანარჩენ მსოფლიოში. ანუ არაფერი რადიკალურად არ შეცვლა იმპორტის ჭრილში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, აი პირიქით კი მოხდა საქართველოს ექსპორტს გაეხსნა საკუთრებით ფართო გზა ჩინეთში და დღესაც ვხედავთ ქართული ექსპორტის წარმატებას და მათ შორის გამოფენის ერთი ნაწილი, რომელიც იმართება და
საქართველოა ჩართული ბუნებრივია ამ შემთხვევაში სწორედ საექსპორტო პოტენციალის შემთხვევას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, ისევე როგორც რამოდენიმე მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ჩინეთთან, კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, აფიქსირებს სწორედ ამ თანამშრომლობის ნაწილს, სწორედ ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა რამოდენიმე შეთანხმებას, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო 3 მემორანდუმი, ერთი სწორედ შეეხებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხილვის შესახებ მოლაპარაკების დასრულების თაობაზე, ანუ ამ ნაწილს ხელმოწერას, მეორე ეს იყო ახალგაფორმებული მემორანდუმი საჰაერო აბრეშუმის გზის ერთობლივი განვითარების შესახებ და კიდევ ერთი მემორანდუმი, რომელიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. მოკლედ რამოდენიმე საინტერესო მიმართულება კიდევ ერთხელ ჩინეთთან რა კუთხითაც ასე ვთქვათ გრძელდება მუშაობა, გრძელდება თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში მივიღებთ კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგს. მანამდე მინდა ასე ვთქვათ და კიდევ გრძელდება ასე ვთქვათ ჩვენი დელეგაციის დღესაც რამოდენიმე სიახლე მოვისმინეთ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში, ბუნებრივია ველოდებით დელეგაციის წევრებს, ახსენე ეკონომიკის და განვითარების მინისტრი, ახსენე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ასევე იმყოფება საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გველოდება სწორედ სამთავრობო დელეგაციის დაბრუნების შემდგომ, რათა გავიგოთ მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალები შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ფაქტია კიდევ ერთხელ, რომ მაღალი დონის ვიზიტები ხაზს უსვამს საქართველოს-ჩინეთის პარტნიორულ ურთიერთობას და იმ ნაწილს, რომ კიდევ ერთხელ შუადერეფნის პერსპექტივა, შუადერეფნის განვითარება წარმოუდგენელია, თუ ჩვენ თეორიულ დაშვებაში მას ამოვაკლებთ ჩინეთს. ჩინეთი შუადერეფანში არის გადამწყვეტი საყრდენი ქვეყანა და როცა ლაპარაკია ხოლმე საქართველოს შემთხვევაში შუადერეფნის აქტუალობის ნაწილზე, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რას მოილაპარაკებენ ჩინეთი და საქართველოს. საბამისად, ამ კუთხით კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექნება ან არ ექნება აქტუალობა შუადერეფანს. აი ამ ნაწილს აუცილებლად მინდა რომ ყურადღება მივაქციოთ, ასე ვთქვათ. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია. ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ აქტუალურ თემას, რომელიც უკვე ვახსენეთ დღეს, მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღებით ველოდებოდით საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებას მართლაც ასე ვთქვათ, დილან ვამოწმებდი, ასე ვთქვათ, ინტერნეტის საშუალებით სიახლეებს რა იქნებოდა ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ გარკვეულწილად მიზნობრივ ინფლაციაზე ცოტა მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება, ну რაც პროგნოზირებადი იყო, ну მოლოდინები ასეთი იყო, ვინაიდან ამის შესახებ საუბრობდა არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომ იქნებოდა მიზნობრივი ინფლაციიდან გადახრა, თუმცა ამ ფონზე ცხადია ველოდით რა იქნებოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ვინაიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამოიყენება ხოლმე და განიხილება ხოლმე მინიმუმ ერთ-ერთ ბერკეტად ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ამ თემაზე გვინდა ვიმსჯელოთ. დარჩა იგივე მაჩვენებელი და უკვე ამ კითხვით თუ რატომ დარჩა იგივე მაჩვენებელი, რა მოლოდინები გვაქვს და ასე შემდეგ, თამთა სოფრომაზე მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კაპიტან თამთა, მოგესალმებით, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ბიზნეს ინსაიდერში რადიო სივრცეში მობრძანებისათვის და მოკლედ დრო საკმარისად გვაქვს იმისთვის, რომ კარგად ასე ვთქვათ, განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს მიმდიდარი გადაწყვეტილება, თუმცა მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ აი კიდევ ერთხელ აუხსნათ, რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთი, აი უფრო აი ხშირად მოსახლეობას ვეუბნებით ხოლმე, რომ რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა აი რატომ აქვს ხოლმე ამას მნიშვნელობა და რა არის აი თითქოს ეს ნაწილი თვად ბოლომდე შეიძლება არა ეკონომისტებმა თვად ბოლომდე არ იცოდნენ და რამდენად შეგვიძლია რომ ეს ნაწილიც უთხრა და მე აუცილებლად დღევანდელ გადაწყვეტილებას უნდა გავყვეთ განვიხილოთ, გთხოვთ.
მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ანუ როგორც აღნიშნეთ, დღევანდელი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეგვენარჩუნებია. ეხლა დავიწყოთ იმით, თუ რა არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და რას ნიშნავს ეს. ანუ ჩვენ მონეტარული პოლიტიკის მართვისას ძირითადი ინსტრუმენტი, რომ ეკონომიკაზე მოვახდინოთ ზეგავლენა და ინფლაციის ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ, სწორედ ამის ძირითადი ინსტრუმენტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ეს როგორ ახდენს გავლენას და თითოეულ მოქალაქეზე როგორ აისახება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თავის მხრივ გავლენას ახდენს საფინანსო სექტორში არსებულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე. ამ არსებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთებით თავისთავად ეკონომიკური აგენტები მოსახლეობის ნაწილი იღებს გადაწყვეტილებას, რა მოცულობის ესხია იყოს, რამდენი შეინახოს როგორც ანაბრის სახით, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის გამსაზღვრელი საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიღებს გამსაზღვრელი. შეიძლება გაზრდეს ან გაიაფრდეს, სამამისად ანაბარზე მოიმატოს პროცენტებმა და აი ამ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისად ეროვნულ ბანკს ზეგავლენა აქვს თუ რა იქნება მთლიანი ერთობლივი მოთხოვნა და ამ არხით შემდეგ საბოლოოდ ინფლაციაზე. ანუ პირველი პირდაპირი ეფექტი თუ როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთი მოსახლეობაზე, ფართო მოსახლეობაზე ეს რა თქმა უნდა არის საპროცენტო განაკვეთები და ასევე ყველაზე მთავარი მაინც რაზეც მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ხშირად როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, რეფინანსირების განაკვეთზე საუბრობთ, ძირითადად მაინც აი ამ პირდაპირ ეფექტზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე არის საუბარი და კონკრეტულად აი ამ მიბმული განსაკუთრებით ისეთი ტიპის სესხებზე, რომელიც პირდაპირ მიბმული არის რეფინანსირების განაკვეთზე, თუმცა აქ არის მთავარი, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაში ინფლაციის თარგეტირება ეს რეჟიმი არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და აი ამ ინსტრუმენტით საკმაოდ ეფექტურად იმართება ინფლაციური პროცესები. და შესაბამისად აი მთავარი მიზნის მიღწევა რაც არის ეროვნული ბანკის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეს არის ის, რასაც შემდეგ მთელ მოსახლეობაზე აისახება. ანუ ამით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინფლაციის თემა მაინც ყველაზე უფრო გრძნობიარე ფაქტორი არის და ეხა უშუალოდ რომ გადავიდეთ აქედან რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე რა იყო ძირითადი მიზეზები, რატომ შევინარჩუნეთ განაკვეთი. იმიტომ რომ აი სიმართლე გითხრათ მოლოდინის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების მოლოდინის ნაწილში ხე გუშინაც გქონდა გარკვეულ პროფესიულ ბიზნესტრებთან საუბარი და ესეთ ორად იყო აზრიც გაყოფილი, აი რა შეიძლება რა გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო, თუმცა მე აქვე მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან მომეწონა და ძალიან მივესალმე, ჩემი პროგნოზიც ასე იყო და ჩემი მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აი მაინც რო გითხრათ ფაქტორები. თუმცა კი რეალში კარგად იყო განმარტებული, მაგრამ მაინც ყველას არ აქვს ნახი და ჯობია პირველ წყაროდან შევიტყოთ. გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი არის ანუ მიმდინარე პროცესები და ანუ როგორც აღნიშნე გადაცემის დასაწყისში მიმდინარე ინფლაცია ამ ეტაპზე აღემატება 3.3%-იან მაჩვენებელს და ბოლო მდგომარეობით იყო 5.2%. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია თუ რა არის ამ ინფლაციის გამომწვევის მიზეზი და რამდენღან შენარჩუნდება მიზნობრივიდან გადახრილი ინფლაცია. ძირითადად ამას განაპირობებს სურსათის ფასები, რომელიც საკმაოდ მაღალი მერყეობით გამოირჩევა და ზოგადად როგორც ეკონომისტები ვიტყვით, სხვა თანაბარ პირობებში სურსათის ფასების ინფლაციას მხოლოდ მოკლებადიანი გავლენა აქვს მთლიან ინფლაციაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ აი წინა პროგნოზების წარდგენის დროსაც ქონდა ამის მოლოდინი, რომ ერთი მხრივ დაბალი ბაზის გამო, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გამო ინფლაცია დროებით გადააჭარბებდა მიზნობრივ მაჩვენებელს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი გავლენა ექნებოდა. და ტენდენციებსაც რომ შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რადგანაც ეს სურსათის ინფლაციიდან მოდის, როგორც წესი, ეს მხოლოდ დროებით აისახება ინფლაციაზე. და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ ჩვენ თუ რა არის სხვა ინფლაციის საზომები, მაგალითად აი სურსათის ფასების გამორიცხვით საბაზო ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება და 2.4% არის, ასევე მომსახურების ინფლაციაც მიზნობრივი მაჩვენებელზე დაბალი არის და 2.5% არის. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური ინფლაციური პროცესები
ახლოს არის 3.3%-იან მაჩვენებელთან. ამიტომ ჩვენი ცენტრალური სცენარიც, ანუ გათვლებიც რაც არის, სწორედ ამას მოიაზრებს, რომ სურსათის ინფლაციას მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება, არ გადაიზრდება ეგრეთ წოდებულ მეორე რაუნდის ეფექტებში, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კონკრეტულ საქონელზე ძვირდება ფასი, ამაში შესაძლებელი არის სხვა პროდუქტებსაც გადაიზარდოს. ამას არ ველოდებით და შესაბამისად 26 წელს ისევ დაუბრუნდება 3.3%-იან მაჩვენებელს, საშუალოდ იქნება 3.5% 26 წელს. კი ბატონო, ამის კი თითქოს ასე სცენარსაც ველოდებოდით, მათ შორის საერთაშორისო საბინადრო ინსტიტუტების სარეიტინგო აგენტობის შეფასებებიც ამდაგვარი იყო და იმედია ბუნებრივია, თუმცა კიდევ ერთხელ კარგია სხვა თანაბარ პირობებში ვამბობთ, არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელიც ხშირად მოქმედებს ხოლმე, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ერთ-ერთი ფაქტორი ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, გაურკვევლობასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, აი რა გავლენას ახდენს ხოლმე ამ პროცესებზე, მონეტარული პოლიტიკის გატარების პროცესზე გაურკვევლობა და მათ შორის აქვე აუცილებლად მინდა კითხოთ მაინც აი საგარეო ფაქტორები, რომელიც ხშირად ჩვენს გარშემო ხდება, ხა იმპორტზე მაღალ დამოკიდებული ქვეყანა ვართ ბევრი კუთხით და ხშირად შესაბამისად ჩვენი ცნელია დავგეგმოთ ბევრი საკითხი, იქ არის ნავთობპროდუქტები, თუნდაც და სურსათის ერთი დიდი ნაწილიც, რომელსაც ვახსენებთ. მადლობა ამ კითხვისთვის, იქედან გამომდინარე, რომ გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრეთ, რომ თუ როგორი არის ინფლაციური პროცესები, მოლოდინები, გადაწყვეტილების მიღებისას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს თუ რა რისკები არის და ამ რისკების რეალიზების შემთხვევაში რა რეალობა შეიძლება დადგეს. და აი ამ რისკების მინიმიზებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში საკმაოდ მომატებული არის ეკონომიკური გაურკვევლობა, თავისთავად საქართველო არის მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკა და გლობალურად მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ჩვენზე ახდენს გავლენას. ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე ჩვენ გასული წლის დასაწყისიდან დავიწყეთ რისკების სცენარების გამოქვეყნებაც ცენტრალურ სცენართან ერთად. კერძოდ მაღალი ინფლაციური რისკის სცენარში განვიხილავთ რა რისკებს ვხედავთ და რა მოხდება ამ რისკების რეალიზების შემთხვევაში და როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკის რეაგირება და ასევე დაბალი ინფლაციური რისკების სცენარი. აქ მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ აი ამ გაურკვევლობის გამო ზოგადად რისკები ორივე მიმართულებით არის, როგორც მაღალი ინფლაციის მიმართულებით, ასევე დაბალი ინფლაციის. თუმცა აქ გავამახვილებ ყურადღებას, რომ გლობალურად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მაღალი ინფლაციური რისკები უფრო მეტად მწვავედ დგას დღესდღეობით, იმიტომ რომ აი მაგალითად ერთ-ერთი არის გლობალურად მიმდინარე სატარიფო პოლიტიკა, რამაც აი კი ბატონო, სატარიფო პოლიტიკა. სატარიფო პოლიტიკამ შესაძლებელი არის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და გლობალურად გარკვეულ ტიპის პროდუქტებზე ფასები გაზარდოს. და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენც ამ პროდუქტების იმპორტიორები ვართ, თავისთავად ეს ჩვენზეც მოახდენს გავლენას. თავის მხრივ სატარიფო პოლიტიკის დღის სტრესი არაერთხელ გადაიხედა, ხშირად არის ამაზე ცვლილება და საბოლოოდ რა კონფიგურაციის იქნება სატარიფო პოლიტიკა და რა შედეგებს გამოიღებს, ჯერ კიდევ კვლავ ბუნდოვანი არის. ასევე გლობალურად მიმდინარე მოვლენებს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას გავლენა აქვს საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ახსენია მაგალითად ნავთობის ფასებზე, რაც ასევე პირდაპირ გზით გადმოგვეცემა. და სწორედ აი ამ რისკების ანალიზისას ვითვალისწინებთ, რომ თითოეული სცენარის განვითარების შემთხვევაში რა რეალობა შეიძლება დადგეს. თუმცა აქვე ასევე აღნიშნავ იმას, რომ არა მხოლოდ საგარეო ტიპის რისკებს, ასევე თვითონ საქართველოს შიდა ეკონომიკურ ტენდენციებს, პროცესებს ამასაც ვაკვირდებით და აქაც ხედავთ სცენარები, რომელსაც განიხილავთ ხოლმე, ხო? სცენარები, რომელსაც განვიხილავთ. აქ ასევე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ანუ განსაკუთრებით აი ბოლო კომიტეტზე განხილვისას და ბოლო გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი ფაქტორი თუ რატომ შევინარჩუნეთ ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა არის ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური ინფლაციური პროცესები სტაბილურია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინებიც 3.3%-იან მაჩვენებელთან ახლოს არის და აი ამ მაღალ ინფლაციას ხუმთელო
პროცენტიან ინფლაციას ძირითადად ერთჯერადი დროებითი ფაქტორები განაპირობებს, მაინც არის იმის რისკი, რომ თუ ეს ერთჯერადი ფაქტორები უფრო რაღაც ხანგრძლივად შენარჩუნდა და მთლიანი ინფლაცია უფრო ხანგრძლივად იქნება სამიზნე ინფლაციიდან გადახრილი, ამან შემდეგ გამოიწვიოს ინფლაციური მოლოდინების და ეგრეთ წოდებული მეორე რაუნდის ეფექტები. ამას როგორც ერთ-ერთ რისკს, რა თქმა უნდა, განვიხილავ და სწორედ აი ამის საპასუხოდ დღეს შევინარჩუნეთ ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ რომელიმე რისკი უფრო მეტად გამწვავდა, ან უკვე ეს რისკი იწყებს რეალიზებას, რამაც შესაძლებელია მომავალში უფრო მაღალი ინფლაციის წინაშე დაგვაყენოს, ჩვენ მყისიერად ამას ვუპასუხებთ, თუ დავინახავთ, რომ აი ეს მაღალი ინფლაციას ერთჯერადი ფაქტორები, რასაც იწვევს ხანგრძლივად, უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება, ვიდრე ჩვენი მოლოდინი არის, კომიტეტი მზად არის, რომ მკაცრი პოლიტიკა უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში გაამკაცროს კიდევაც. ეს შეიძლება მოხდეს თქვა შემდგომ კომიტეტის გადაწყვეტილებამდე, არის პრაქტიკა რიგგარეშე კომიტეტის ახლა უცებ ასე თქვა იდეის დონეზე გეკითხებით რა თქმა უნდა, რადგან და განცხადებაში ეს იკითხებოდა რომ რაღაცა ძალიან ესეთი ყოველთვის ყურადღებით აკვირდებით, მაგრამ ესეთი ამ შემთხვევაში იყო ეს გარკვეული გაფრთხილებანარევი განცხადება, რომ ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ. სწრაფად ვიმოქმედებთ და რიგითი კომიტეტი გვაქვს წელიწადში 8 ჯერ. შემდეგი კომიტეტი საკმაოდ ახლოს არის, 17 დეკემბერს არის და გარკვეულ მონაცემებსაც ან ჩვენ რადგანაც ვაკვირდებით, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ასევე იმ ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე იმ ეკონომიკურ მონაცემებზე, რასაც ვღებულობთ. ამ შემთხვევაში საკმაოდ ახლოს არის, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, რიგგარეშე კომიტეტის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ასევე ხას გავუსვამ იმას, რომ წელიწადში 8 კომიტეტი, ესეც საკმაოდ ესეთი სწრაფად ხდება ნებისმიერ კომიტეტი ისეთი კი საკმაოდ ხო, ნახოთ იმედია რა თქმა უნდა ზუსტად აი თქვენი სცენარების და მიხედვით ანუ ეს ოპტიმისტური სცენარი გამოდგება საბოლოო ჯამში, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო მეტად ახლავს ხოლმე ასე ვთქვათ ინფლაციური რისკი, ნახოთ მათ შორის მოლოდინების სწორი მართვა, როგორ წავა ვთქვათ ამ კუთხით, ვინაიდან ეკონომიკაში მთლიანად რა თქმა უნდა ინფლაციური მოლოდინები, ზოგადად მოლოდინები ძალიან ბევრ ამას განსაზღვრავს ხოლმე და ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ვითარებას ქვეყანაში და მომხმარების ქცევა ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე ესეთი მოლოდინებით დაკარნახები. ხანდახან სრულად ფუჭი აჟიოტაჟი ანელებს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებას მომხმარებლის და ხანდახან კიდევ პირიქით. თუმცა ერთიც რომ ტრადიციულად ნოემბერის ბოლოს დიწილათ, მაგრამ განსაკუთრებით დეკემბრის პერიოდი ესეთი აქტიურია ხოლმე ხალჯურობითი თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაც მოქალაქეები უფრო ესეთი ყიდვისკენ მიდრეკილები ხდებიან ხოლმე ტრადიციულად საახალწლოდ. აუცილებლად მინდა გკითხოთ, როდესაც სცენარებზე საუბრობთ, იგივე როგორ ვთქვათ, აი საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება ამ კუთხით. როგორ ხდება საზღვარგარეთ? სულ ცოტა ხნის თუ არ მეშლება ფედის ფედერალური საზღვაო სისტემის საპროტესტო განაკვეთი იყო შემცირებული, თუ სწორად მახსოვს ეს ნაწილი. აი რამდენად ვაკვირდებით თქვათ იგივე სცენარებში ფედს, ის ევროპის ცენტრალურ ბანკს, ანუ ამერიკის ფედერალურ საზღვაო სისტემას, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება. აი მათი პრაქტიკა როგორია, ანუ პრინციპში იგივე პრაქტიკით მიდის მუშაობა ამ შემთხვევაში. იქ როგორ განიხილავენ სცენარებს? ეს ძალიან საინტერესო თემა არის. იქედან გამომდინარე, რომ ანუ ესეთი აი ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის პირობებში, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის მთავარი ინსტრუმენტი, ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ თუ ამ ინსტრუმენტით როგორ ხდება საბოლოოდ ეკონომიკურ მაჩვენებელზე, მთლიან მოთხოვნაზე და ინფლაციაზე გადაცემა და თავისთავად ეს დროში მყისიერად, რომ დღეს გადაწყვეტილება მიიღოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა და ეს ხვალვე აისახოს ეკონომიკურ დრო ჭირდება. და რადგანაც აი ამას დრო ჭირდება, შესაბამისად ამ რეჟიმის პირობებში ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი. თუ როგორ ხედავენ, ანუ მომავალში რა იქნება ინფლაციას და ამის საპირწონეთ და ამის საპასუხოდ იღებენ დღეს გადაწყვეტილებას. თუმცა აქ საინტერესო არის ერთი მომენტი, რომ თუ აქამდე ცენტრალური ბანკები, აი კოვიდის კრიზისამდე ძირითადად ჰქონდათ ერთი
ეგრეთ წოდებული საბაზო ცენტრალური სცენარი და ეს იყო მთავარი გადაწყვეტილების მიღებისას, რომ დიდი ალბათობით სცენარიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. საბაზო სცენარიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და ყოველთვის კომუნიკაცია იყო, რომ ჩვენი პროგნოზით დიდი ალბათობით ეს სცენარი განვითარდება. თუმცა მე დადგა 20 წელი კოვიდის კრიზისი, მე კოვიდის კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გახანგრძლივდა, ამან პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოიწვია რაღაც დისბალანსი საერთაშორისო ბაზრებზე, მერე ამას დაემატა გეოპოლიტიკური კრიზისები და მის მერე ყოველ წელიწადს რაღაც ახალი ეკონომიკური მოულოდნელი ეკონომიკური შოკები განვითარდა. და ამან უკვე წაიყვანა მსოფლიო ეკონომიკა იმისკენ, რომ აი ეს მიდგომა, რომ მხოლოდ ერთი სცენარი საბაზო სცენარიდან მივიღოთ გადაწყვეტილება, რამდენად ოპტიმალური არის და საკმაოდ აქტუალური გახდა სცენარებზე დაფუძნებული და რისკების მართვაზე დაფუძნებული მიდგომა. საერთაშორისო კონფერენციები, წამყვანი ეკონომისტები ამაზე უკვე ბოლო 2 წელია საკმაოდ აქტიურად საუბრობენ, რომ არა მხოლოდ ერთი სცენარიდან, არამედ რისკების ანალიზიდან გამომდინარეც უნდა მიიღოს ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება და აქ უკვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიდგომაზე ოფიციალურად 2025 წლის დასაწყისიდან გადავიდა და იყო ერთ-ერთი ლიდერი ბანკი. ანუ მას შემდეგ რაც ჩვენ გადავედით, საკმაოდ ესეთი წამყვანი ცენტრალური ბანკები შემდეგ 25 წლის განმავლობაში შემდეგ დაიწყეს ამ სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა. თუმცა ასევე აღნიშნავ იმასაც, რომ მართალია ჩვენ 25 წლის დასაწყისიდან ამ მიდგომაზე ოფიციალურად გადავედით, თუმცა მანამდეც აი 2023-2024 წლის განმავლობაში წინა წლებშიც პრინციპზე გადაწყვეტილების მიღებისას ესე ვეყრდნობოდით არა მხოლოდ საბაზო სცენარს, არამედ რისკების ანალიზსაც განვიხილავდით კომიტეტზე და აქედან გამომდინარე ვიღებდით გადაწყვეტილებას. და იმის გამო, რომ საკმაოდ მაღალი იყო ინფლაციური რისკები და გვქონდა მოლოდინი, რომ შესაძლებელი იყო სცენარის დადგომაც, რომ ინფლაციას თუნდაც გარკვეული ერთჯერადი ფაქტორების გამო გადაეჭარბებინა სამის ნემაჩვენებელს, მაინც უფრო ფრთხილი მიდგომა ავირჩიეთ თუნდაც რომ ავიღოთ შარშანდელი გადაწყვეტილებები 2024 წლის. მაშინ, როდესაც ინფლაცია საშუალოდ 2024 წელს 1.1% იყო, მიუხედავად ამისა 8%-ზე შევინარჩუნეთ განაკვეთი და შეიძლება იყო მანამდე, ასე ვთქვათ. მანამდეც ხო, ანუ ყოველთვის ფრთხილი მიდგომით მივყვებოდით თუნდაც აი ამ შერბილებას, ამ გადაწყვეტილებებს, რადგანაც ხედავდით, რომ ინფლაციური რისკები არის საკმაოდ მაღალი და მივყვებით ისევ ამ პრინციპს და სწორედ აქედან გამომდინარე საკმაოდ ცალსახად იყო ჩვენს პრეს-რელიზში აღნიშნული, რომ ვაკვირდებით მოვლენებს დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ხედავთ, რომ ფუნდამენტური ინფლაციური პროცესები არის სტაბილური და გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები იწვევს მაღალ ინფლაციას, რაც სხვა თანაბარ პირობებში არ უნდა გახანგრძლივდეს და მეორე რაუნდის ეფექტებში არ უნდა გადაიზარდოს, თუმცა მაინც რისკად აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ დღეს შედარებით მაღალია ინფლაცია და თუ დავინახეთ, რომ აი ეს უკვე გადადის ფუნდამენტურ პროცესებში, ჩვენ საკმაოდ ესე აქტიურად მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და გამოვიყენებთ ყველანაირ რესურს იმისათვის, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფლაცია იქნება 3%-დან ახლოს. კი ბატონო, და ესეთი კარგი ესეთ ფხიზლად მყოფი, კარგი გაგებით ჩასაფრებული ეროვნული ბანკი ჩვენთვის ესეთი სიშვიდის გარანტია მოქალაქეებისთვის. ამ ნაწილში ამავდროულად გუშინ გამოქვეყნდა თვის მიმოხილვა, თუ არ მეშლება, რომელსაც ყოველთვის აქვეყნებთ ხოლმე ასე ძალიან საინტერესო მიმოხილვებია და არის რაიმე ძირითადი ისეთი გამოკვეთილი, რა ძირითადი ტენდენციები გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, როგორია ვითარება ეროვნული ბანკის თვალით დანახული თვის ტენდენციები, ასე ვთქვათ. თვის ტენდენციებიც ფაქტიურად თანხმდება, აი გუშინ გამოვაქვეყნეთ თვის მიმოხილვა და ზუსტად სანამ ჩვენ ეთერში ვართ, ეხლა გამოქვეყნდებოდა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, ანუ ფაქტიურად დაემთხვა ესე, რომ ერთდღიანი შუალედით მოგვიწია გამოქვეყნება და ფაქტიურად აი ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიში უფრო ეკონომიკურად და სიღრმისეული ანალიზია ხოლმე წარმოდგენილი და ფაქტიურად აი ის მოლოდინები, რაც ჩვენ გქონდა და სცენარები, რასაც ეყრდნობა და პროგნოზები თანხმედრაში არის იმ ტენდენციებთან, თვის მიმოხილვაშიც აი ინფლაციურ ტენდენციებსაც იქ საკმაოდ უფრო დეტალურად არის წარმოდგენილი თუ რა იწვევს ინფლაციას, რა არის მთავარი წვლილი რასში აქვს ინფლაციაში და იქ ჩანს, რომ
ეს ძირითადად არის სურსათიდან გარკვეული ტიპის პროდუქტები და დანარჩენი განსაკუთრებით იმპორტირებული ინფლაცია 0-თან ახლოს არის წინა წელთან შედარებით. ეს კარგია ამ კუთხით. ძირითადად ამას განაპირობებს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების სტაბილურობა და სხვა კუთხით ასევე როგორც აღნიშნე მომსახურების ინფლაცია, საბაზო ინფლაცია, ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტების ინფლაცია ნარჩუნდება 3-3%-იან მაჩვენებელზე. თუმცა ნავთობის ფასები არაერთხელ აუგნიშნეთ და კი ახლა ასე რომ ვთქვათ, ვითარება, მაგრამ მაინც გლობალური რისკები მათ შორის ალბათ დიდწილად დამოკიდებული ვართ მათ შორის ომთან დაკავშირებულ ტენდენციებზე, ვინაიდან ახლა ვხედავთ, რომ ჯორჯ ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა, ვთქვათ, იგივე რუსულ ნავთობთან დაკავშირებით ახალი მეორადი სანქციების დაწესება. ვხედავთ როსნეფტი ლუკოილთან დაკავშირებულ სანქციებს, ძალიან რთული ალბათ ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ ეს გათვალისწინებული გვაქვს გლობალური რისკების ნაწილში, ვინაიდან საქართველოს ძალიან მოწყვლადია ბევრი კუთხით ამ გლობალური რისკებით და კი დასაწყისში ძალიან მიამაყე გახსნილი ეკონომიკით, მაგრამ მე ვთქვი, გახსნილი ეკონომიკა გადაცემასაც აჩქარებს, ასე ვთქვათ. რისკების ალბათ ამ ტენდენციებსაც დეტალურად უყურებთ. რა თქმა უნდა და სხვათა შორის აღნიშნავ იმას, რომ ამ ტენდენციების ფონზე ცენტრალურ სცენარში მაგალითად ჩვენ უფრო კონსერვატიული მიდგომა გვაქვს ჩადებული ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმიტომ რომ დღევანდელი მიმოხილვა და ანგარიშები რომ წავიკითხოთ, საკმაოდ საინტერესოა ასევე ენერგეტიკის საერთაშორისო ენერგეტიკის ასოციაცია ატარებს დეტალურ კვლევას ნავთობის მიწოდების მოთხოვნის ანალიზიდან გამომდინარე და შესაბამისად აქვეყნებენ პროგნოზებს ბრენტის ნავთობის ფასთან დაკავშირებით. მათი სცენარით 2026 წელს საკმაოდ დაბალზე უნდა ჩამოვიდეს ბრენტის ნავთობის ფასები, ასევე სხვა ორგანიზაციებიც ძირითადად მაინც პროგნოზირებენ იმას, რომ ნავთობის ფასები დაეცემა, თუმცა ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ცვალებადი არის ამ მიმართულებით სიტუაცია, ცენტრალური სცენარის მიხედვით, მაინც უფრო კონსერვატიულად გავითვალისწინეთ ეს ტენდენციები და უფრო მეტად დაბალი ინფლაციური რისკის სცენარი რაც გვაქვს წარმოდგენილი, იქ გვაქვს ზუსტად გათვალისწინებული თუ როგორ პროგნოზირებს საერთაშორისო ორგანიზაციები ესეთ სწრაფ ნავთობის ფასების შემცირებას. ძალიან სწორია აქ თქვენი კონსერვატიული მიდგომა მართლაც, იმიტომ რომ ხედავთ და არა თუ ხედავთ, არამედ არაერთი კონკრეტული მაგალითი გქონდა გარკვეული ტიპის განცხადებები, რამდენად სწრაფად რეაგირებდნენ ნავთობის ფასებს, გასაგებია ხოლმე რომ აქ შეძენილებია, ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც ესეთი რთული ვითარება ხოლმე, როცა პოლიტიკური პროგნოზირება როცა ძნელია, მე გასაგებია რომ ეს ეკონომიკაზე აისახება. აუცილებლად მინდა გითხოთ, დასაწყისში ვახსენეთ მაღალი ეკონომიკური ზრდა 7.7%, არ ვიცი, არაფერი კონკრეტულ ინფორმაციას არ ეყნობა, მაგრამ ჩემი შინაგანი მოლოდინია, რომ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მარჩვენებელს ველოდები ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში, ანუ ხა ეს 9 თვის მარჩვენებელი 7.7%-ია. თქვენ როგორ უყურებთ ამ ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციას, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკის თვალით კვლავ? ეროვნული ბანკის თვალთახედვით, ანუ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი არის, რადგან ეკონომიკური აქტივობის უკან. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ეგრეთ წოდებული პოტენციური ან ქვეყნის წარმოების პოტენციალიდან თუ როგორ არის გადახრილი, იმიტომ რომ სწორედ ეს განსაზღვრავს შემდეგ ფასებზე როგორი ზეგავლენა ექნება. შესაბამისად, ანუ ჩვენი ანალიზის მიხედვით, გასულ წლებში საკმაოდ მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა მოგეხსენებათ, 2021-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7% იყო და ჩვენი შეფასებით ეს ძირითადად მომდინარეობდა მაღალპროდუქტიული სექტორებიდან და ქვეყნის ჯამური წარმოების პოტენციალიც ამის თანაბრად გაიზარდა. და აქედან გამომდინარე დიდ წნეხს ფასებზე არ წარმოქმნიდა. ჩვენი პროგნოზი მიმდინარე წელს არის ის, რომ დაახლოებით ალბათ 7.4% იქნება 2025 წელს ეკონომიკური ზრდა და
ფაქტიურად ნელ-ნელა გრძელვადიან ეკონომიკურ დასთან ნორმალიზაციას გააგრძელებს. ანუ ამ ეტაპზეც ისევ კონსერვატიული მიდგომიდან გამომდინარე მიუხედავად წარსული მაღალი ზრდებისა, ჩვენი შეფასებით გრძელვადიანი ეკონომიკური და კვლავ 5% არის და ნელ-ნელა დაუბრუნდება გრძელვადიან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვანია აქ ის, რომ ეკონომიკურ ზრდაში სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა, თუ შევადარებთ მაგალითად 20-20 წლამდე პერიოდს, ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ უფრო მეტად გააქტიურდა ისეთი სექტორები, რომელიც ნაკლებად იმპორტ ინტენსიური არის და უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას წარმოქმნიან საქართველოს ეკონომიკისათვის. რაც ასევე პარალელურად აისახა იმაშიც, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის შემოდინებებს და გადინების ბალანსს, საკმაოდ გაუმჯობესებულია ბოლო წლებში, თუ შევადარებთ ისტორიულ მაჩვენებელს და მთლიანი შიდა პროდუქტთან დაახლოებით 5%-თან ახლოს ნარჩუნდება. ამ მიმართულებითაც პროგნოზი გვაქვს, რომ მიმდინარე წელსაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსი წონასწორულ დონესთან ახლოს 5%-თან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 5%. და უცებად მინდა გკითხოთ ბოლოს რეზერვების ნაწილი, ეხლა თქვენ სხვა პოლიტიკური პროგნოზით, ეს ახლა თქვენ პროფესიულ შეფასებას გააკეთებთ, მაგრამ მე ვიტყვი პოლიტიკურ პროგნოზს, რა იყო პროგნოზი? პროგნოზი იყო, რომ ეხლა უნდა გქონდეთ დახარჯული $1.2 მილიონის რეზერვი ამ წელს, ეხლა უკვე $1.2 მილიონის რეზერვი უნდა გქონდეთ დახარჯული და ეხლა კურსი უნდა იყოს $3.54 ფარგლებში. კურსი არის 2.71 ახლა გადავამოწმე და პრინციპში არ უნდა დიდი გადამოწმება ამ ნაწილს, საშუალო კურსს ჩვენ ვხედავთ 2.70, 72, 73, 79-ს ვიხილეთ რამდენჯერმე. კურსი სტაბილური ვხედავთ და როგორია ბოლო ტენდენცია რეზერვებთან დაკავშირებით და ზოგადად რეზერვების დაგროვების პოლიტიკა როგორია, ასე ვთქვათ, რა ვითარდება? რეზერვებთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდან გვაქვს ტენდენცია, რომ იზრდება ყოველთვიურად, როდესაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს ამ სტატისტიკას, რომელიც ყველასთვის ხელმოსაწვდომია, ხედავთ, რომ არის მზარდი. თავისთავად ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის ასახვა. ჩვენ ყოველთვის საუბრობდით იმაზე, რომ ეროვნული ბანკისთვის ყოველთვის არის პრიორიტეტი ის, რომ რეზერვები დააგროვოს და კონდეს ადეკვატურ დონეზე, როდესაც ბაზარი და მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. წელს გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ შევისყიდოთ რეზერვები ამ პოლიტიკას მივყვებით და ბოლო მონაცემი რაც ჰქონდა გამოქვეყნებული რეზერვი არის 5.4 მილიარდი აშშ დოლარი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და აი დაახლოებით პარასკევს გამოვაქვეყნებთ შემდგომ სტატისტიკას რეზერვებისას. თუმცა აქამდე შესყიდვები საკმაოდ იყო, ასე რომ ვთქვათ. ფაქტიურად მიმდინარე წელს, ანუ წლის განმავლობაში აი ამ მოცულობით შესყიდვა წინა წლებში არასდროს განხორციელებულა რეკორდულად მაღალი არის სავალუტო ინტერვენციები, რასაც განაპირობებს ძირითადად ისევ და ისევ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რაზეც საუბრობდით. როდესაც აი ხდებოდა ანუ მსგავსი პროგნოზების გაკეთება, ან თუნდაც კომენტარის გაკეთება გასული წლის ბოლოს საუბარი, მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაყიდვის მემართულებებით გააკეთა ინტერვენცია, მაშინაც ჩვენი კომუნიკაცია და ჩვენი ანალიზი იყო ის, რომ გაცვლით კურს საბოლოოდ აყალიბებს თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, ფუნდამენტური ფაქტორები. დანარჩენი ანუ ეს აჟიოტაჟი, მოლოდინების გაუარესება ან პირიქით, მხოლოდ მოკლევადიან გავლენას ახდენს. შარშან წლის ბოლოს იყო ეს მომენტი, როდესაც გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი, მოლოდინები ახდენდა კურსზე გავლენას, იმიტომ რომ ჩვენ ხელთ გქონდა ანალიზი, მონაცემები იმისა, რომ ფუნდამენტური ფაქტორები იყო საკმაოდ ძლიერი. აქედან არ მომდინარეობდა კურსზე ზეწოლა. შესაბამისად 20-25 წლის დასაწყისიდან თავისთავად, რადგანაც ფუნდამენტური ფაქტორები იყო ძლიერი, კურსი სტაბილურად შენარჩუნდა ამ ნიშნულზე და შესაბამისად მოლოდინებიც შეიცვალა. აი მაგალითად ძალიან კარგი საზომი არის თუ როგორი არის დეპოზიტების დოლარიზაცია. წლის ბოლოს საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, დაახლოებით 54%-მდეც ავიდა 53-54%-მდე. ცოტა შეშინდნენ, ასე ვთქვათ, ლარის მფლობელები, ლარის მფლობელები, რომელიც სუფთად მოლოდინებიდან გამომდინარე იყო. თუმცა როგორც აღნიშნე, რადგანაც ანუ თავისთავად მაკროეკონომიკური მდგომარეობა აყალიბებს კურსს და შემდეგ
წამოვიდა ტენდენცია, რომ ეს კურსი არის სტაბილური. შემდეგ მოლოდინებით შეიცვალა და დღეს მდგომარეობით თუ გასული წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისშიც საკმაოდ მაღალი 53% იყო დოლარიზებული, დღეს ეს მაჩვენებელი არის 59.2-ზე ჩამოსული. ისევ ლარის დეპოზიტების მიმართულებით გაიზარდა კი ბატონო, ერთხელ აღნიშნა ჩემთან ეთერში იმედზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომ მედეგობა გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების ესეთი მის მიმართ, სპეკულაციების მიმართ და იმედია რომ ეს ასე. ვაკვირდებით რომ ეს ასეა და ამაში თქვენი ეროვნული ბანკის დამსახურება განსაკუთრებით მაღალია, იმიტომ რომ მაღალია ნდობა თქვენი გადაწყვეტილებებისადმი, მაგრამ ერთხელ დაადასტურეთ სისწორე ამ ნაწილის. გამოდავთ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ესეთი ვრცელი და ამომწურავი განმარტებისთვის და მიხარია, რომ სწორედ Business Insider-ში მოხდა განმარტება დღევანდელი გადაწყვეტილების ასე დეტალურად და კვალიფიციურად. ვფიქრობ, ყველა ძირითადი საკითხი გავიარეთ, დროც პიკში გავედით ფაქტიურად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. Business Insider-ი დღეს დასრულებულია ჩვენ რადიო სივრცის ეთერში. დავუბრუნდებით ტრადიციულად 4 შაბათს, ანუ შემდგომ 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ გიყურებდით და გვესმოდით.